გთხოვდება რომ წელს მხოლოდ ქართველი არტისტები გამოდიან, რაც ამნიშნავია, იმიტომ რომ ჩვენ ქართულ არტისტებსაც გვჭირდება თანაბარი პლატფორმა როგორც უცხოელ არტისტებს და ასევე თან აქვს ამ რეჟიმთან და რაღაცა კვაზი დიქტატურასთან დაპირისპირების ელფერი, რასაც ყველა არტისტი შეატყობთ გინ სიტყვით გამოსავალში, გინ მუსიკაში და სხვა ღონისძიებებში. უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ. ამაზე მეტი საზრუნავი შეიძლება არ გვაქვს და მაგისთვის ვიბრძოლოთ. ინტერვიუს აძლევ თუ არა ხოლმე ჟურნალისტებს? არა. ოკეი. მასალა თქმა უნდა, მაგრამ ინტერვიუ არა. მადლობა. გაიხარა. ზიას იმიტომ აღვნიშნავთ განსაკუთრებულად, რომ არა მარტო იმიტომ, რომ პირველი ქალი პოლიტპატიმარია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, არამედ იმიტომ, რომ პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელმაც თავისი პრინციპულობით და იმ თავისი ჯერ ჟურნალისტური მოღვაწეობით რამდენი ჟურნალისტური გამოძიებას არ უკეთებია და რაც როგორი დისკომფორტი არ შეუქმნია მას ყველა მთავრობისთვის თუ მიმდინარე ეგრეთ წოდებული მთავრობისთვის, უბრალოდ მისი გმირობა გახდა იმის მაგალითი, რომ ყველა ჩვენს განში განურჩევლად სქესისა, ორიენტაციისა, სმენისა და ბევრი სხვადასხვა განსხვავებებისა, ყველა ჩვენთაგანში არსებობს გმირი, რომლებმაც უნდა ჩვენი პრინციპულობით და მოთმინებით და გმირობით, იმ გმირობის მაგალითით გადმოღებით საკუთარ თავზე, უნდა საბოლოოდ მივახციოთ იმას, რომ ეს ქვეყანა იყოს მართლა თავისუფალი და ერთიანი. ჩოხელი მოვიდა ახლახან ლაუდსპიკერსი არის ახლა სცენაზე და გიული ჩოხელი ელოდება როდის გავა სცენაზე და ჩვენ გთხოვეს ცოტა ხნით ჩამოსვლა ქვემოდან ვიღებ უსაყვარლესია მართლა Show
მეორე დღეა, დღეს 25 მაისი არის, ოფენი არის მეორე დღეა. ძალიან პატარა შეჯამება მინდა გავუკეთო გუშინდელ დღეს. საკმაოდ საინტერესო იყო, main stage-ზე ვიყავი ხოლმე ძირითადად, ანუ გარდა იმისა, რომ დღის განმავლობაში ოფენი არის ტერიტორიაზე, ეს Freedom Village რასაც ქვია, ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა, პროექტ 64-საც ჰქონდა თავისი სტენდი და პოდკასტები ჩავწერეთ ძალიან საინტერესო რესპონდენტებთან. ერთ-ერთი ვახო ბაბუნეშვილი, თვითონ ოფენი არის ერთ-ერთი ორგანიზატორი და დამაარსებელია ეს ადამიანი. რეალურად პოლიტიკაზე ალბათ რა, მუსიკაზე და პოლიტიკაზე უფრო მეტად და რეალურად ოფენი არის გავლენაზე, რავი, საქართველოში აი რაღაცა ახალი კულტურის ჩამოყალიბებაში რა. ოღონდ არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურის შემთხვევაში, აი ზოგადად აი ყოფითი კულტურის ჩამოყალიბებაში და შეცვლაში და რეალურად საერთოდ ერთ სიტყვაში შევაჯამო, აი რა იყო ყველა საინტერესო, რაც თქვით მანდ ის იყო, რომ რეალურად რო გაიხედო და გამოიხედო, ირგვლივ დღეს მართლა ისეთი ხალხია შეკრებილი, ისეთი საზოგადოება არის შეკრებილი, უпростоრად ისეთი ეკოსისტემა არის შექმნილი, რომ გინდა რომ მთელი ქვეყანა ყოველთვის იყოს ესეთი. არ გულისხმობ რაღაცა ცეკვა სიმღერას, არა, ერთმანეთისადმი ადამიანების დამოკიდებულებას რა. ეგ არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო და ალბათ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ყველა საინტერესო, რაც დღეს თქვით ვახო ბაბუნაშვილთან ერთად. გიორგი გოგუა. ჩვენი პროექტ 64. როგორც სტენდაპ-კომიკოს ქალებს გვიყვარს რომ თავი მოვიკატოთ თითქოს ჩვენი პირადი ცხოვრება იმიტომ არ ეწყობა რომ ეხა აქციებზე დავდივართ თითქოს აქამდე ყველაფერი აწყობილი იყო. გუშინ საინტერესო დღე იყო იმ მხრივ რომ ერთ-ერთმა მუსიკოსმა ირაკლი გეწაძემ გამოიტანა რუსული დროშა. საინტერესო მუსიკოსია ეს ადამიანი, მისი რამდენიმე ტრეკი მაქვს მოსმენილი და ძირითადად არის ხოლმე ესეთი საპროტესტო შინაარსის მატარებელი. სამწუხაროდ ეს პერფორმანსი ვერ გადავიღე, არ ვიყავი იმ წუთას main stage-ზე, მაგრამ ჩავწერე ძალიან საინტერესო რესპონდენტები, ვესაუბრე მუსიკოსებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში. ჩვენს ხაზი ვართ ქუთაისიდან, მიხარია ქუთაისიდან. ანუ ვერ მოვასწარი ახლა გადაღება თავისუფლება პოლიტპატიმრებს თავისუფლება მზია ამაღლობელსო სკაზის სოლისტმა ახლა თქვა უბრალოდ კამერის ჩართვა ვერ მოვასწარი. ამაღლობელი არის ამ ყველაფრის ამ მარაზმის და აბსურდის როგორ თქვა ბრძოლის სახე ამ ყველაფერთან ბრძოლის სახე არის ამაღლობელი და ცალკე ამიტომ ახსენებ ხოლმე იმიტომ რომ ეგრე და მე მგონია რომ ყოველთვის ეგრე იყო და ყოველთვის ამ ხრივ ძალაუფლება პროტესტს გულისხმობ ქალებს ებარათ და დღესაც ეგრე ხდება ფაქტის სახეზეა ყველაფერი ჩვენზე არის დამოკიდებული და იმ ადამიანებზე ვინც აქ მოვიდნენ დღეს მუსიკის მოსაცმენად მათ მეგობრებზე მათ ოჯახის წევრებზე და ასე შემდეგ. შენი აუდიტორია, შენი ასպես, ეგრეთ პოლიტიკურად განწყობილი ტიპები არიან? პოლიტიკურად აქტიური ტიპები არიან, შენი აზრით?
გვისმენს ხოლმე ვინც ჩვენთან დიალოგში შემოდის და გვეუბნება რომ ჩვენ გისმენთ და რაღაცეები მათთან გარკვეული დროის გატარება რო გვიწევს მათ დაუნებურადაც ვერ აღწევენ ჩვენთან ამ თემაზე საუბარს თავს და ჩვენს სპირიტით შესაბამისად ვერ ვიტყვი რომ ყველა ადამიანი ვინც აქ იდგა ყველა ადამიანი ვინც გასვისმენს კრიტიკულად ან კრიტიკულად პოზიციონირებს ან ჩართული არის ამ პოლიტიკურ საკითხებში თუმცა ჩვენ მიზანიც ეგაა რომ გავაცნოთ ნელ-ნელა ხალხს რაში ცხოვრობენ და ჩვენც უფრო მეტი ვისწავლოთ მათგან და ასე შემდეგ პოლიტიკურ ვითარებასთან თანხმედრა იმიტომ აქვს ამ ფესტივალს რომ ქვეყანაც გვინდა რომ იყოს თავისუფალი. თავისუფალი რას ნიშნავს რომ ყველა იყოს ბედნიერი თავისებურად ხო ეხა ბედნიერება ყველას თავისებურად ესმის მაგრამ ყველა იყოს ბედნიერი როგორ შეუძლია და ბედნიერებისთვის აუცილებელია შენ კონდეს რაღაც გარანტიები უსაფრთხოების რომ თუ აი რაღაცა შენ სახელმწიფო დაგიცავს შენ ხალხი დაგიცავს სახელმწიფო რა არის ეს ხალხის ერთობა რომელიც რაღაცა თანხდება ყველა ერთად რომ მოდი რაღაც სამართალი იყოს და თუ რაღაცა მოხდება მოდი სამართლიანად გადაწყდეს აი თავისუფლება გვინდა რომ ქვეყანაში იყოს ეს არის ელემენტარული ადამიანების უფლება შენი ცხოვრებინა და მან დიდგე რაც ყველამ გავაკეთეთ უკვე 200 დღე არის თორემ რამდენი დღე არის 200 დღე არ არის 200 დღე არ არის ძალიან დიდი ხანია ეს 200 დღე უბრალოდ ეხა გახდა 200 დღე თორემ მანამდე სულ ეგრე ხდებოდა ეს ის ქვეყანა არ არის ვისაც ვიღაცა გაუგებარ 20 ტიპს უნდა რომ იყოს არც უნდა რომ იყოს ანუ უბრალოდ ეგრე უნებია რომ უნდა იყოს ეგრე არის ჩემი აზრით ძალიან დიდი
ძალიან ემოციური იყო გამოსვლა და როგორც მუსიკოს ძალიან მესიამოვნა ამდენი ხალხის ნახვა და უფრო მეტად ის სიამოვნებს რომ ეს ხალხი ერთი იდეის ირგვლივ იყო შეგროვებული და ზუსტად ეს მინდა რომ ეს იყოს ჩვენი გასაღები ყველაფერი იმის რაც ჩვენ წადია ეს იქნება თავისუფლება დამოუკიდებლობა იქნება თუ პიროვნული და სახალხო არის გაერთიანება დიდი სურვილი მაქვს რომ ოდესღაც გავერთიანდებით როგორც ხალხი და ისეთ ცხოვრებით ვიცხოვრებთ რომელსაც ვიმსახურებთ და არა ისეთ ცხოვრებით რომელსაც გვეუბნებიან რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ თითისქნევით დაჭერით ტერორით და ზეწოლით Everybody say cheesy. მესიჯები აუცილებლად უნდა გავაჟღეროთ ის რაც გვაწუხებს ყველას შესაძლო პლატფორმიდან რაც კი გვაქვს არტისტებს მოცემული ეს სცენა იქნება ნებისმიერი ადგილი თან ეს მესიჯები არის ის რომელიც უსამართლობის სხერფლის დასახმარებლად მხარში დგომისთვის ვაკეთებთ ამას იმიტომ რომ აბსოლუტური განუკითხაობა ხდება ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ მაქსიმალურად არტისტები ჩავერთოთ რაც კი შეგვიძლია ჩვენი გზით რომ ხმა მივაწვდინოთ ყველა ისე გამომნორდების შესაძლო პლატფორმიდან და მით უმეტეს წლევანდელი ოფენი არის სწორედ ამ საქმეს და ამ იდეას ემსახურება და ასე რომ ყველანაირად სწორია ეს ყველაფერი ჩვენი აზრით და ყოველთვის ჩვენ სწორ მხარეზე ვდგავართ ასე მიგვაჩნია ბოლოს იყვნენ უკვე თეატრის მუსიკოსები და თეატრის წარმომადგენლები სცენაზე. პატარა ტექნიკური შეყოვნება იყო იქამდე სანამ ეს ადამიანები გამოვიდოდნენ, მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო მუსიკალური, ასე ვთქვათ, წარმოდგენა შეიძლება ითქვას, რომ თეატრის მუსიკოსებმა უკვე სულ ბოლო საათებში 2-ზე თუ 3 საათის შემდეგ ამ ადამიანებმა შემოგთავაზეს იქ იყო კლასიკური და ელექტრონული მუსიკის მიქსი და სხვადასხვა მუსიკოსის კოლაბორაცია.
მოქალაქეები, ვინც ამ ქვეყანას გაათავისუფლებს რუსული რეჟიმისგან. დამხობა რუსულ რეჟიმს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ცეცხლი ოლიგარქიას! დიდება და გამარჯვება აქვე ჩვენს მეგობარ უკრაინას ყველგან და ყოველთვის. და რა თქმა უნდა ყველგან, ყოველთვის და ყველას გასაგონად. Glory to Georgia! Fuck Russia! Stay with me. Ready? 1, 2, განუმარტო, რაზე იყო გაუგებრობა სუხიშვილებთან დაკავშირებით და აჯიკოგულედანთან დაკავშირებით ოფენიერზე. 25 მაისს უკვე ბოლო დღეს ოფენიერის სუხიშვილებს უნდა ეცეკვათ ხორუმი, იქამდე იყო მწვანე ოთახი და იმღერეს ერთ-ერთი მათი ტრეკი, სადაც არის ეგეთი ლირიკა, ანუ ეგეთი სიტყვები, რომ დაღა დაასვეს ჯვრები შავი ჯიპების ტრაქს, კარი გამიღევნების პრეზერვატივი მაქვს. იქამდე ყველა ფიქრობდა, რომ სუხიშვილებს ეს განცხადება მიემართებოდა კორძის ნათქვამ, სადაც მან დაგმო ჰომოფობია, თუმცა რეალურად მწვანე ოთახის ანუ აჯიკოგულედანის ერთ-ერთი სიმღერის აი ამ სიტყვებს ეხებოდა. დღეს 28 მაისს სუხიშვილების გვერდზე წავიკითხე განმარტება და მინდა რომ წაგიკითხოთ თქვენს გსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც ოფენიერის მიმდინარეობისას მოხდა. აჯიკოგულედანის სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო დასის რამდენიმე წევრმა, რამაც დასის
მნიშვნელოვან ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასის ფესტივალში მონაწილეობა. დასის ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა. წუხვართ, რომ ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკაო. გსურს დაგიდასტუროთ, რომ სუხიშვილები ყოველთვის იქ გადადგას როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების, თავისუფლების და ზოგადად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს. კიდევ ერთხელ წუხვართ, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა ბევრ ჩვენ გულშემატკივარში გაუგებრობა გამოიწვია. ხო, მოკლედ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ეს განცხადება თქვენთვის წამეკითხა რეალურად სუხიშვილების ის განცხადება, რაც ოფენიარზე გააკეთეს, მიემართებოდა აჯიკუკულედანის მწვანე ოთახის ერთ-ერთ სიმღერის ლირიკას და ამ ლირიკამ, როგორც მივხვდი, დასის წევრებში რამდენიმე წევში უკმაყოფილება გამოიწვია და სწორედ ამიტომ თქვენ სუხიშვილმა ის რაც თქვა და დღეს მოიხადეს ბოდიში.